ყველა ადამიანს არ აქვს ერთის მხრივ ფინანსური შესაძლებლობა, რომ ყოველთვიურად დარბაზის აბონემენტის თანხაც იხადოს და ზევიდან კიდე პერსონალური მწვრთნელის მომსახურების ღირებულება იხადოს და აქეთ მეორე კატეგორია, ვისაც არ უნდა რა ეს შენი პერსონალური მწვრთნელი, თვითონ უნდა იცოდეს ყველაფერი ის, რაც სჭირდება საკუთარ სახლში სამზარეულოში, რომ გაითვალისწინოს და სპორტ დარბაზში. ეს ორივე იდეა გავაერთიანე და მოვაქცია საბაზისო კურსში. 15 წლის ასაკიდან ზევით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ მოვიდეს, ანუ მოზარდსაც, ბებიასაც, ანუ ყველას, ვისაც უნდა რომ გაერკვიოს არ მხოლოდ სავარჯიშო სისტემებში, არამედ თუნდაც კვების მიმართულებით, ცხოვრების სტილის ჩამოყალიბების მიმართულებით, რომ აი სიტყვა ჯანსაღი ცხოვრება რას ნიშნავს და რა არის ის აუცილებელი ბაზა, რაც ჩვენი ყოველდღიური ჯანმრთელი ცხოვრების გარანტი უნდა გავხადოთ, არ მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, ხო? აი ამ ყველაფერს ვასწავლით ამ კურსზე. თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში სხვაობა თუ არის, აი ანუ რა სხვაობა არის, ხო? ახლა პირობითად მე სილაბუსი ფაქტურად ესე რომ შეხედო ერთნაირი არის, ორივეგან ისწავლება ანატომია, ფიზიოლოგია, ჰორმონალური სისტემა, ნუტრიციოლოგიის საფუძვლები და ასე შემდეგ. უბრალოდ სხვაობა არის, რომ იქ საბაზისო კურსზე აი ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც გვჭირდება რეალურად და აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები რაც აი ცილა რა არის, ნახშირწყალი რა არის, ნახშირწყალი მტერია თუ არ არის და 5 კილოს დაკლება მინდა და ნახშირწყალი ამოვიღო, ანუ რაციონი. აი ამ ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემების გარშემო ვტრიალდეთ საბაზისო კურსზე და პროფესიულ კურსზე უკვე პროფესიულ დონეზე და სამაგიეროდ პრაქტიკებში არის სხვაობა. პროფესიულ კურსზე ვინაიდან ჩვენ შეზღუდვა გვაქვს რომ დამწყებებს არ ვიღებთ, პროფესიულ კურსზე არ ვიღებთ ისეთ ადამიანს, რომელიც დარბაზში 1-2 არის შესული. ანუ აი ვარჯიშობ 3 თვეა რა. არა, ვარჯიშები უკვე უნდა იცოდეს და იქ ვასწავლეთ სხვა ადამიანები როგორ ავარჯიშოს, ინდივიდუალური кейსები რო ექნება, მიდგომები და ასე შემდეგ. და აი საბაზისო კურსზე უკვე კურსზე დამსწრებას თითოეულ ადამიანს უშუალოდ ვასწავლეთ ყველა ვარჯიშს, რასაც ვუხსნით. ესე რიგში დგანან მოსწავლეები და ავხსენით მაგალითად, არ ვიცი, უგანიერესის რაღაც ვარჯიში. მოდი ახლა შენ სცადე, მოდი ახლა შენ, მოდი ახლა შენ და ასე ვტრიალებთ წრეში, სანამ ყველა არ ისწავლის იმ ერთ კონკრეტულ ვარჯიშს. პლუს თუ ვინმეს რამე ან არ გამოსდის, ან მის რაღაც ანატომიურ მდგომარეობას არ შესაბამება, რჩევას და რეკომენდაციას ვაცავთ, რომ იცი რა, შენთვის ეს ვარჯიში ჯერჯერობით რაღაცა არ არის მთლად სასარგებლო, მაგრამ ეს შეგიძლია ჩანაცვლო ამით. აქედან მიდიან უკვე ეს სახელმძღვანელოსავით რა, რომ აი როგორ განავითარონ საკუთარი სხეული.